ვიდეოში ნახავთ McLaren GT-ს. ასევე ყავს S1000 RR BMW და კიდე ყავს Corvette C8. McLaren GT გვეუბნება ყველაფერსო, მანქანა არის Grand Tourer-ი, შეიქმნა იმისთვის, რომ ქალაქიდან ქალაქში კომფორტულად გადაადგილდე, თან ასევე ყურადღება მიიქციო. ამ მანქანით ჩემი გამოცდილება რაც იყო, ქალაქშიც ვიარე, დიდგორზეც ვიარე, გახსნის ვიდეოში როგორც ნახეთ, ტრეკზეც ვიარე. თავიდან უყურებდი ისე, რომ არც Porsche-ია, არც Ferrari, არც ტრეკია, არც ქალაქია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერია. სიამოვნებას განიჭებს ქალაქშიც, იმიტომ რომ რბილი დაკიდების სისტემა აქვს. მაგრამ შეგიძლია გადართო track mode ჩართო და ტრეკზე რო შემოხვედი ისეთი გრუბი იყოს, რომ თირკმელები გეტკინოს. ქართულ რეალობაში ან ყველაფერი გვინდა, ან არაფერი. მაგალითად რო ავიღოთ ახლა Porsche GT3 RS, რაც ჩვენთან უკვე ბევრი დადის, ქალაქში რო დადიხარ შეიძლება ცუდად გახდე. იმიტომ რომ გზები არ გვაქვს ისეთი. მაგრამ ტრეკზე რო შემოდიხარ, აბსოლუტურად ხვდები, რომ აი ამისთვის არის ეს მანქანა. თუ ამ ყველაფერს თავს გაანებებ, იტყვი, ეს ყველაფერი მინდა რომ ერთი რაღაცით გავაკეთო, ეს არის McLaren-ი. ერთადერთი რაც მაინც დისკომფორტია არის Lambodors, რასაც ვეძახით. პირველი 2-3 გაღება, ესე რომ აწევ, მაგარია, მაგრამ თუ რაღაცა უსვას იწყოს, აი ბანკში მიხვედი და რაღაც შესასვლელი ხარ უცოდ, აი შეხვიდე, გამოხვიდე, აი ეს მაგრა გეზარება რა. ერთადერთი მინუსი ამ მანქანას რაც შეიძლება დაუწერო, არის ეგ, რომ ეს კარები ესე იღება, ეგაც კომფორტის გამო. თორე ის ძალიან ასწორებს. მონაცემებს რაც შეეხება 600-ის ცხენი გაქვს, 4-დან 2 8 ცილინდრიანი twin turbo არის. ეს რაღაცა ტყუილი 600-ის ცხენი არ არის, ბევრ აი Lexus-ზე მინახია 500-ის ცხენი მოდელს აღარ დავასახელებ. კაი ვიტყვი. LC500-ზე 500 ცხენი აქვს და დადის კაიდო i7 BMW-სავით. LC500-თან დიდი გამოცდილება მაქვს, ერთ-ერთ ვიდეოში შეიძლება განახოთ. სამუხრუჭო სისტემა, კერამიკული სისტემა აქვს. ძრავი უკან გვაქვს, წამყვანიც უკანა არის. ლანჩს რო ვიყენებთ, ძალიან მაგრა ისტარტება, მთელი წონა უკანა არის და საერთოდ არ ბუქსავს და პირდაპირ მიდის. არხის წამდგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი Krokoji და Kroko გვათხოვა ეს მანქანა, რომელიც გათამაშებაში არის, მაგრამ ჩვენ მოგწვა უფლება, რომ სანამ გაათამაშებენ და სანამ ახალი ფლობელი გამოუჩნდება. იღბლიანი, მომხმარებელი, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ცოტა გავატაროთ, აპკატკა გაუტაროთ, ახალ მეპატრონეს, რომ მოიგებს ეგრევე დაждდეს და ჩაადგას და წავიდეს. ასევე ჩვენი არხის პარტნიორი არის Elfi, Z-ები და ის ყველაფერში რომ Elfs ვასხავთ. ამჯერად ეს მანქანა სულ ახალი არის და ახალ მეპატრონეს აქედან მივმართავ, რომ მოიგებ, მოდი Elfi უნდა ჩაგისხათ. და ასევე ჩვენი პარტნიორი ავტოიმპორტიორი კომპანია Americars. ამ მანქანით უკვე გავიარეთ, რომ ესე ჰაერზე არ მელაპარაკა და შეგრძნებები ამეღო, ეთყობა მანქანასაც. ავიც რუსთავში რაც წერები იყო, ნახევარი გავანადგურეთ. ოპა, პატარა პარემიქს გავარტყით. გაგვიხურდება, კერამიკები აყენია. ტრეკზე რომ მოხვიდე და იკაიფო ამით. ძალიან მაგარი, აი მართლა ძალიან მაგარი. ეს middle engine-ის ვარიანტი. მოგუსე საკაიფო დგას, ოპა. მე თო წანება გაწვევ. ქართველს რაც ჭირდება ეს არის. კარების ზემოთ ადის, ქალაქში კომფორტულია, ყურადღებას ყველგან იქცევ, ტრეკზე ჩამოდიხარ, შენ პონჩი მაგრა кайფო.
სულ ცოტა დაგვაკალდა. ყველას გაინტერესებთ ვინ იჯდა მოტოზე, ქართული მოტოდის ტიგი, მისტერ ჯიჯი. აჩქარებაში რა თქმა უნდა, ბევრად შხარი იყო. სადაც პრემიks ნახულობდა, იქ გადიოდა, მაგრამ მოსახლეობის ჩვენ კერამიკები ვიყენებდა. ყველგან ვახტებოდით. ხო, კარგად გავაკეთე. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ რუსთავის ავტოდრომზე მოტო და მანქანა ერთად შეუშვეს. პირველად არ გავიგე. ყოფილა და მე მგონი ბოლო იყო, აღარ შეუშვებენ. რატო კარგად ხომ მოვიქეცით? ო, კარგად ჩვენ მოვიქეცით. შეგვიშვებენ, ხოცა. ერთი წრის უფლება მოგცეს მარტო ერთი წელი დავარდე. რას ფიქრობ, აბა მითხარი. ძალიან მაგარი იყო და სწორად მოვიქეცით რომ გეშინო და მანქანა რომ მოგზედო თუ არა? მაგარი ცუდი. აი ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ბიჭო, მე სულ ხედავდი რა, ანუ სად იყავი როგორ ხედავ? ხო, მაგრამ იმის უფრო მეშინო და შე რო უკარო მოყვებოდი რომ დაგეტორმოზებინა. მოხოვს დაწონზე ეგრე დაწონზება ვერ ვიზავ რა. სტარტს თუ მოტო მოიგებს. სტარტი მე ვლანჩავდი, შენ არ ვლანჩავდი, ხო? მე არ ვლანჩავდი, არა. ო, BMW-ია მაინც აპასტია მაინც. სხვათა შორის არ აქვს ლანჩზე პრობლემა, მაგრამ აი ამოტოს ხო ამით არ დავდივარ ტრეკზე არც ქალაქში, ამას ვინახავ რა. და მაგიტო არც ლანჩი გამომიყენებ, არც ეს მოტოციკლი ბოლო 2 წელია დგას. რამდენში დადიხარ? ტრეკი ამით მივლია, მგონი 46-ში არის. აი შენ რომ მითხარ რომ ქალაქის მანქანით ვიქნებიო, მაგიტო წამოვიყვანე ეს მოტო. აა, გეუნები. ეგრე. ხო, გეუნები, დაგვინდო. თუ არა და დუკატის გამოვაგორებ თუ გინდა ხო, თემა რა იყო, იცი ორივე ერთად რო დადიხარ და მაინც მოტოსთან ერთად რო დადიხარ, ერიდები რა, ეხა იქ ქვედა ხიდის მერე. იქ ხედავდი რომ შეძვერი რა და მე გარეთ დავრჩი. მიხირო დამიდე. ეს რო შემოყოფდა წვის, მე უთმობდი. იგივე იყო ჯიჯის შემთხვევაში, ჯიჯი ჭიროდგებოდა, ესაც რომ ხედავდა რომ სადღაც ჩახტომა მინდოდა და ტორმოზით უნდა შესულიყავი, ეს არ მიკეტავდა. შუდად იმიტომ ვიყავი რომ აი ეს ბოლომოსახული ჯოკერი ვიტყოდა. ტელიგზა ამას ინახავდი ხო? ხო, ინახავდი მეთქი აი მე-11, მე-12 აი ახლოს რო ვიყო, ბოლოში ვიცოდი რასაც ვიზავდი რა. ხო, მაგრამ გაასწორა. არხი უნდა გამოიწეროთ, ჩემი არხიც უნდა გამოიწეროთ და ჯიჯის არხიც უნდა გამოიწეროთ. ქვემოთ ამონაცდება ორივე რა და დააჭირეთ ავტომობილი. მიუხედავად იმისა, რომ ნელი არის შედარებით მოტოზე, იმაში იგებს თვითონ ტრეკზე, რომ სამუხრუჭე მანძილი აქვს ძალიან მოკლე და შეიძლება შედარებით გვიან დაატორმოს. და რეაქცია გაქვს უცბად, შეიძლება გადახვიდე ტორმოს. ამიტომ ეხლა ეს ყველაფერი ხილული რო იყოს თქვენთვის, მე და ჯიჯი წამოვალთ 120-ით, ავტოპილოტებს დავაყენებთ ორივე და ფინიშის ხაზს გადავკვეთოთ თუ არა, დავამოხრუჭებთ და გავიგებთ თუ რამდენად მალე გაჩერდება მანქანა. ძალიან ბევრია. 1 2 3 4 5 6 7 11 მეტრით ადრე გავჩერდი. ეს 140 და წარმოიდგინე. 140 ჯარ მქონდა. რამდენი მქონდა? 140-მდე, 140-მდე. და წარმოიდგინე პრემიქსზე რომ მოდიხარ, სადღაც 240 ხო გაქვს. კი მე 240 და 240-დან ამხელა მანძილს იგებ. წერილობაზე ძალიან ბევრს ნიშნავს მუხრუჭი. კი, გენდა ძალიან ბევრს. ანუ გირჩევნია წერილობაზე მაგარი მუხრუჭები გეყენოს, ვიდრე ბევრი ცხენი გქონდეს რა. აუცილებლად. ასე რომ, აი, მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მაინც წავაგეთ, იმიტომ რომ დიდი პრემიუმი გვაქვს, პატარა პრემიუმი რო ქონოდა. შანსები იყო. ჯოკერცი, ხო, ჯოკერს შემდეგ კარტიკის ტრეკზე გავაკეთე, გინდა? და მე დრიფტ კარი ვიქნები. შენ იმით იყავი სუპერმოტო. დავაი, სუპერმოტო და დრიფტ კარი შემდეგზე. დავაი, წავედი. Tonight's the night. I'm coiled and ready to strike. What's your name? Dexter Morgan. ბრიტანეთი ამერიკის წინააღმდეგ McLaren GT, რომელსაც აქვს 620 ცხენი, ვერვა, twin turbo და მეორე მხარეს ამერიკელი მონსტრი 6.2 ატმოსფერული ძრავი, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ამათ რაც აერთიანებს არის ის, რომ ორივე ძრავი აქვს უკან. შედარება კაი იქნებოდა, რომ ცალკე ვიდეოში გადაგვეღო, იმიტომ რომ შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს არის ბიუჯეტური McLaren GT. ეს ავტომობილი სადღაც ღირს $80,000-მდე და იქით McLaren დგას, რომელიც 200,000-ზე მეტი ღირს. წინაზე გვეგონა, რომ Honda გაასწრა და Porsche-ს და უეჭველი გაასწრებდა, მაგრამ არა, აქაც შეიძლება რაღაცა მოხდეს, ასე რომ დარჩით ბოლომდე, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ არხი C8-ს და McLaren GT-ს ხათრით მაინც, ჩვენი ხათრით თუ არ იწერეთ და გავიგებთ, რამდენად ჩქარია C8 თუ McLaren.
დრაგში რასაც ველოდებოდით ის მოხდა. კორეტმა ერთხელ ლაგვიფასტარტა, მაგრამ მანქანაში ვთქვი რომ მეც იგივეს ვიზავდი, იმიტომ რომ სხვა შანსი არ იყო. სადღაც 120 ცხენით მეტი აქვს. მოულოდნელი არაფერი მოხდა ამ ვიდეოში. მაგრამ ყველაფერი საინტერესო იყო. ასე რომ არხი გამოიწერეთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.